გამარჯობა, თქვენ უყურებთ ჯაფარას პოდკასტს, დაბრუნდით, განვაახლეთ ჩაწერები, ისევ რეგულარული გახდება. შეგახსენებთ არხი გამოიწეროთ, ვიდეოს დალაიქოთ, თუ მოგეწონათ. და ჩვენი სტუმარია თამადა. მოგესალმებით მაყურებელნო. როგორ ხარ? შენ მოგესალმები. დიდი მადლობა რომ მოგმიწვიე. პირიქით. მიყვარ ხარ? მადლობა დიდი. ეხლა ქონდა ივენთი ქონდა. ივენთი სულ 2-3 დღის წინ. ეგეთ ცხოვრება რა, ქონდა ივენთი სულ არის რა. როგორ ჩაიარა ბოლო? მე ვერ მოვედი სამწუხაროდ სამსახურის გამო. არაჩვეულებრივად დიადად ნელ-ნელა ვითარდებით ეს ახალი პროგრამა ჩვენებურებთან ერთად იხვეწება და ყოველი კონცერტი 5x-ით უკეთესია. და იქ სადაც საითკენაც მივდივართ, არც მაინტერესებს ჯერჯერობით პროცესი ისეთი მაგარია. ყოველი რეპეტიცია, ყოველი კონცერტი რაღაც ახალს პატებს. და ეხა მე როგორც ვიცი, საღამოს დაიწყო. ანუ ხო, შუაღამეს აღარ დავიწყე. რატო გადაწყვიტე რა ეგრე? აი დღის კრიალი გვინდოდა რა, რაღაცნაირად დღის მუსიკა ეს რაღაცნაირად. აი ფანდური რო შემოვიდა, გარმონი, აკორდეონი, დოლი, აი ეს ქართული ფოლკ ინსტრუმენტები არ იყო ჩემ მუსიკაში, უფრო იყო ორიენტალური. ხო და აი ხარ დიდი დოზით შემოვიტანეთ და რაღაცნაირად თას დღეს და იმას უხდება რა. გაამართლა მაგარი. აშკარად ამართლებს. მე ძალიან მაკაიფებს, რაც მთავარია ხოლმე რომ მე მაკაიფოს ეგეთი ეგოისტი, მე თუ მკაიფობ ყველაფერი კარგად. ანუ შენ სხვა შეგეცვალა ეს რაღაცა დღეღამის მიმართ დამოკიდებულება რა. არა, ღამეც იქნება ეს კონცერტები და დღეც იქნება. ხო, ან მე უფრო იყო ადრე ცდილობა იყო ჩემი მხრიდან რომ რაღაცა დღის კონცერტი ყოფილიყო, მაგრამ მე დღეც არ იყო 8-ზე დავიწყეთ და 10:30-ზე დავამთავრეთ. და აი სახში რომ მივედი 12 საათი იყო და არ მჯეროდა, იმიტომ რომ ყოველთვის დილის 5-ზე მიდიხარ კონცერტიდან. ხო, მე ბოლო წლებია უკვე ღამის გათენება მიჭირს რა. მე აღარ ვარ გიორ 1-2-3 დღე და. კი. მაგრამ ბავშვის ამბავში შეჩვეული ვარ, იმიტომ რომ დილის 4-მდე მყავს ხოლმე ბავშვი, დილის 5-მდე და შეჩვეული ვარ. მაინც ვერ დავიძინე ის ღამე. შენ ბევრი ტრეკი თუ კომპოზიცია გაჰიტდა. ხან ნახვებიც აქვს მილიონობით YouTube-ზე და ამ შემდეგ და ვიცი რომ ხა ეს ამას დაწერილი ფორმულა არ აქვს და გამზადებული რომ წინასწარ ხდაждები და ჰიტი შევქმნი. მაგრამ ხშირად გამოგდის. ხო. და ეგ რაღაცა შეგრძნება არის, რაღაცნაირი ინტუიცია არის თუ არა, რაც უფრო ნაკლებად იფიქრებ მაგაზე, უფრო მეტი შანსი გაქვს რომ ჰიტი გამოგივიდეს. რამდენჯერაც ჩავედი და აი მაგაში ჩავაჭირე მაგ ფიქრში რომ აი ხა ეს გაჰიტდება ესე. არასოდეს არაფერი არ გამომივიდა. იმიტომ რომ ადამიანს ვერ მოატყუებ. რაღაცნაირად შენ თავისუფლებას თუ არ აჩვენებ საქმესთან მიმართებაში, ყველა ხედავს მაგას რომ არ ხარ თავისუფალი და ვერ იქნები თავისუფალი, ეგრეთ უინერვიულე გააჰიტებ თუ არა სიმღერას. თავისით ხდება, რაღაცნაირად თავისუფლად უნდა იყო, უნდა მიენდო შენს გამოცდილებას. და უნდა მიენდო შენს ბექგრაუნდს, რაც ქვია, რა გაიარე ცხოვრებაში, ბავშვობაში რა გიყვარდა, ყველაზე მეტად რაც ამოდის შენგან, არ უნდა დაემალო მაგას. ბევრი კომპონენტი არის, ძალიან ღრმად შეგვიძლია მაგაზე ვილაპარაკოთ, რა კომპონენტები ქმნის მერე რომ ადამიანი გენდობა. როგორც მე და შენ ურთიერთობაში, როგორც მეგობრებთან ურთიერთობაში, ზუსტად ეგრეა. შენ თუ იქ დაიწყე გაპრანჭვა მეგობრებთან, ის შენ მეგობარი ხო აღარ იქნება, ხო აღარ მოგისმენს. ეგრე არის, აი, ოდნავ მაინც გაიპრანჭები, მაქსიმუმ მოგისმინოს ცოტა ხანი ვიღაცამ, რომელიც შენაირად იპრანჭება და რაღაცნაირად ზუსტად მაგ ცოდვაშია ჩავარდნილი. ხო. მაგრამ ის მარადიული არ იქნება და იმას კარმა, უფრო რაღაცა მარადილს ვაკეთებ თქო. ის ადამიანს რომ მოწონს და რაღაც ჰიტდება და წლები რჩება, მაგ საზღვრებში ვსაუბრობ. იმის ასე ვთქვათ ეს ნახვების აზარტი არ გითხრებს ხოლმე მაინც არ გაგიჩნდა. კი, როგორ არა კაცო. კი. ნახვების აზარტი. ახლა გიშლის ეგ. მაგ პროცესში. აი, ზუსტად იმ პროცესში, როდესაც თავისუფლად ვარ საკუთარ თავთან, საკუთარ მესთან
მართალი ვარ და სარკეშიც აი რო ვიყურები შემიძლია 1-5 წუთი მაინც გავწლო მაგ შემთხვევაში არაფერი ხელს არ გიშლის მან და აი ოდნავ როცა იტყუები და მე ძალიან ნახვები უფრო გინდა მე ნახვები იმიტომ რომ შინაგანად არ გინდა აღიარება რომ მართალი არ ხარ ხო და ის დაგიდასტურებს რომ ხო ვალიდაციას თითქოს ნახვები მოგცემს ამ დროს ეგრე არ არის და ეგ არის მაგას ქვია დეპრესია ხო მეც მაქვს ხოლმე ეგ სულ ეგ ჩართული რომ ახლა შემდეგ ეპიზოდს რო გავაკეთებ გინდა რომ ნახვები დადოს მე ვფიქრობ აი იმას მოიყვანდა ნახვები ექნება მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეხა შეიძლება ანუ იმას არავის არ ვერჩი კონკრეტულად ვინც ვიგულისხმე მაგრამ შეიძლება თვლიდე რომ ეხა არ ღირს მე თქვა შეიძლება გავიდეს ამდენიმე თვე და მე გაინტერესოს მართლა და მე აი გამოვიდეს მაგრამ აი ეგეც რაღაცა ხელშემშლელი არის რომ ისეთი მოიყვანო რომელსაც იცი რომ შეიძლება არ კონდეს 3000 ნახვაზე მეტი მაგრამ შენთვის საინტერესო იქნება თუ აი ეს და ეგ სულ იმას ვშვება რა გამოჩხერილი არის საკუთარ თავს აი იდეაში მაგაზეც დგას შენი ბიზნესი ხა მაინც ასე თუ ისე ნახვები ჭირდება ყველანაირად თუნდაც მატერიალურ კეთილდღეობაში და თუმცა ის არასოდეს არ კონვერტირდება მატერიალურ კეთილდღეობაში თუ ძალიან ბევრი მოთხოვე სულ ყოველდღიურად საკუთარ თავს ვიდრე შენ ამის ღირსი ხარ თუ არ იმსახურებ და ესეც ცუდ რამეს არ იმსახურებ საკუთარი თავისგან რომ ამდენი მოთხოვს ეს ხა დამავწლა მე თქვა შენიშნავდა მაყურებელი სხვა ჭიქადებს ვიდრე ეს პოდკასტში არის ხოლმე კაცებში რო ვიყავი სტომორის მოთხოვნით იყო ეს მეზუზავრი მინდოდა ხო იმის თქმა მინდა უბრალოდ რომ უნდა დაინდო საკუთარი თავი მაგრამ მუშაობა არ უნდა შეწყვიტო რა ანუ აი ეს რომ ყველაფერს გამოწვავაზე იყო საკუთარ მაქსიმუმის ყოველდღიურად რაც შეცდომებიც მე დამიშვია საკუთარ თავთან არასოდეს ეგეთი რეზულტატი არ აქვს რა როგორ წყვეტ ხოლმე რომ აი რაღაცას კომპოზიციაზე რომ მუშაობ რომ ეგ არის დასრულდა აი ეგ ძალიან ბევრი წელი დაჭირდა ეს overthinking-ი ანუ რაღაცა ზედმეტი ფიქრი და ხოყმანი აღმართება მანამდე ვაკეთებდი სხვანაირ მუსიკას მანამდე უფრო ვიყავი კონცენტრირებული საკლუბო მუსიკაზე სადაც დიზაინს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სადაც თითოეულ ტონზე უნდა იმუშაო ხმის დიზაინი უნდა შექმნა და ამით აიმაში უნდა იცურაო და ვოკალი და სათქმელი თამადური იმ შემთხვევაში იყო ხოლმე ერთ-ერთი ამ დიზაინის ნაწილი. იმიტომ რომ უცხოეთში ვიყავი და მაინც ვერ გაიგებდნენ რა ზღეროდი და აქ რო ჩამოვედი უკვე სხვანაირად შეიცვალა. აქ უკვე დიდ სცენაზე და საკონცერტო სცენაზე დავდექი და კლუბიდან ამოვედი, ხო? და აქ უკვე რაღაცა მომენტში ერთ დღეში იწერება რეალურად სიმღერა, დანარჩენი არის ამ ყველაფრის შეფუთვა. სიმღერის დაწერა მესიჯი გამზადებულია, სათქმელის ნათქვამი არის, დუხი მოაქვს, აი ეს ენერგია, აი ნათელია რა გინდა. აი ეგ თუ არის, ძალიან ცოტა მუშაობა ჭირდება მე დასასრულებლად, უბრალოდ რომ ლამაზად მარილი მოვაყარო, კარგად აი არ გადაამლაშო რაღაცა ეს უკვე გამოცდილება მაგას გიჩვენე მაგრამ თუ ნათელი არ არის ენერგია სიმღერის აი მან გენძრევა რა ანუ აი მან ძალიან ბევრს წვალობ შეიძლება 2-3 წელი იმუშაო და ვერ დაამთავრო და ვერც ელეოდე იმიტომ რომ ის ერთი წამიანი რაღაცა გიყვარს მასში და თან გინდა რომ ყველას მოაწონო და თან ნათელი ენერგია არ გაქვს და მაგრამ არც სალვადორ დალის ყველა ნახატი არის იდეალური და არც ჯონ ლენონის ყველა სიმღერა და არც ბიტლზების ხო ანუ არის ნაკლებად კარგი და ეს კონტრასტი აუცილებელი არის და შემოქმედი და ხელოვანი ადამიანი ეგრე ფასდება რომ კონტრასტულია და მარტო ჰიტებზე არ მუშაობს მე არ შემილია აი ჰიტს გამოვცემთ ახლა რაღაცა ესე მიდგომა საქმისადმი რომ ახლა მე ჰიტს გამოვცემ სათქმე მეტია ვიდრე ჰიტი მაგრამ ამ ბოლო დროს ქართული მუსიკა რაც იქნება იქიდან რეალურად ძალიან ცოტა არის ქართული რა შეიძლება ახლა მე არ ვიცნობ თლიანად სცენას ესე კარგად და რაც ჩემამდე მოდის იქიდან საზღვრავ მაგრამ აი თითქოს რაც კოპირება ხდება ძალიან და ან ბრიტანულს ბაძავენ ძალიან ან ამერიკულს ან რაღაცა რა ან შენი გამოირჩევა იმით რომ ქართულია რა ასაკუთრებით ბოლო რაღაცები რაც ხო ბოლო კომპოზიციებიც რა და რა არის ქართული მუსიკა როგორ რა განსაზღვრავს იმას რომ მოусმენ და ქართულია რა
აი რაღაც შეგრძნება გიჩენს რაღაცა არის, რასაც გახსენდება საქართველოს ეგრევე რა. ხო. ჟღერადობები. შეიძლება ქართველი მღეროდეს, უკრავდეს, დაწეროს და საერთოდ სადაური რომელი ის გაკეთებულია ვერ მე მაგალითად ქართველის ნამღერი ინგლისურად მომისმენია და მაგაზე ქართული არაფერი არ ყოფილა აი რაღაც ხო ხდება აი რა ენერგიაზეა რა ენერგიის მატარებელი ხარ აი წეღანას აი ჩარტიანიც ინგლისურად მღეროდა ყველანაირად მივდივართ ისევ იქამდე საიდანაც დავიწყე შენთან ლაპარაკი რომ საკუთარ თავს რომ უყურებდე სარკეში წელგამართული ანუ აი მაგამდე მივდივართ რა მაგას თუ აკეთებ მაგას მნიშვნელობა არა აქ მე რაინაზე იმღერებ ის იქნება რაც უნდა აკეთო შენ H ქვეშ ვერ დაგაყენებს ვერავინ იმიტომ რომ შენ გულწრფელი ხარ ეს ინგლისურად იმ გააკეთებ ამას ფრანგულად თუ ქართულად ხო არა ენა მარტო არ იგულისხმება აი რაღაც დუხი რაც მოგა აი ხო ინსტრუმენტის ჟღერადობების თუ დაამატებ ხო უფრო გაიმარტივებ მაგით საქმეს უბრალოდ და უფრო ქართულს გახდით თუ ქართულ ინსტრუმენტს გამოიყენებ ეხა თუ გამოიყენებ სიტარას ინდური გახდება შენი მუსიკა ხო ანუ ეგ ტაბლებს თუ გამოიყენებ, ხდება ინდური ჟღერადობის ხო შენი მუსიკა ხო? ანუ ეგ უბრალოდ შემდეგ შეფუთვაა. თორე ის ნაღდი ღერძი რაზეც დგახარ, ის თუ გულწრფელი გაქვს საკუთარ თავთან, ამას ყველა ხედავს და თუ ქართველი ხარ, ქართული იქნება ის. და თუ ფრანგი ხარ, ფრანგი იქნება, ფრანგული იქნება ის რა. რაინაზეც არ უნდა იმღერო რა. პრობლემა არის მიმბაძველობაში, ხო? მიმბაძველი არის ჯერ ერთი პლატონი ამბობდა, ყველა მიმბაძველია, ხო? არავინ არ არის შემოქმედი, შენ ახალს არაფერს არ აჩენ, ხო, რაღაცა. იდეების სამყაროა, რომ საერთოდ ვიღებ ამ ყველაფერს, ხო? უბრალოდ შენ რაღაც მედიუმი ხარ იდეასა და ხალხს შორის. რომ ეს მიაწოდო ხალხს. ხო, თორე ეს ყველაფერი არსებობს, უბრალოდ შენ რაც უფრო გათავისუფლდები, რაც უფრო თავისუფალი, რაც უფრო გულწრფელი იქნები საკუთარ თავთან, რაღაცნაირად უფრო მეტი წვდომა გეჩიტება იდეებზე. და ეგ აი ქართული რა არის ესე ხო ინსტრუმენტებს თუ არ ჩავთვლით ეგ არის რა ნაღდი რაც არის რა რაც გამოგვდის ბავშვობაში რაც მოგწონდა იმას რო არ ემალები ყველაფერი რო არ კრინჯავს იმიტომ რომ ამის რაღაცა იმ მუსიკასთან ცუდი რა მოგონებები გაქვს მაგალითად რა რაღაცა და მე გაურბი ხარ ხო საერთოდ გაქცევა და არ დაბრუნება ძალიან ცუდია ხო ანუ მაგრამ ინსტრუმენტები შეიძლება გამოიყენო ქართული მაგრამ აიც ძალიან არა ქართული გამოვიდეს რა ხო ეგ უკვე გემოვნების ამბავია რა მუსიკაზე გაიზარდა და როგორ შეახამებ იქ სულ ამოფხოლმე რომ ორი ხერო ერთმანეთს მიაყუდო იქიდან არაფერი არ გამოვა აქ დამყნობა უნდა მოხდეს რომ იქიდან ახალი რაღაც ნექტარი თუ რაც არის ხო ახალი ხილი აღმოცენდეს ეს დამყნობა არის მანდ უკვე ტექნიკური ცოდნა გემოვნება და ის ოქროს შუალედის რაღაც აი მაქედა გამომდინარე ეგ არის შენი პროფესიონალიზმი რომ ოქროს შუალედი დაიჭიროს რომ არ გადამლაშდეს რომელიმე მხარე ხო ეხა იდეების სამყაროდან პლატონი რო ახსენე შენი წარმოდგენით რაღაცა იქაური მიღმიერი სამყარო არსებობს, საიდან შეიძლება ინსპირაცია მოდიოდეს? აი როგორ გითხრა რა ეხლა მაგალითად კიდე ცოტა ხნის წინ ვიყავ იტალიაში და კიდე დღემდე ვარ შტაბ-ბეჭდილების ქვეშ მარიანო დოსკია მეგონი ხო მაგარია სახელი კიდე ვერ დავიმახსოვრე იმის ბორგეზეს მუზეუმში არის ერთ დარბაზი და დარბაზში შევედი მთელი ჭერი არის მოხატული რა და არის რაღაცა რომის დაარსების თემატიკა რა რაღაცა მითოლოგიური ღმერთები არის რომულუსი რაღაცები და ნუ იქ ხა ისინი კიდია კარავაჯო და რაღაცები და დადიხარა თვალიერები და ნუ ძალიან მაგარია რა და საერთოდ არ ველოდებოდი შევედი ამ დარბაზში და რა ვიხედე განცდა და მე უფლა რომ რაღაცა სხვა სამყარო არის აქ დახატული რა საიდანღაც მოდის ეს აი დედამიწაზე შექმნილი არ არის თითქოს რა იმის ინსპირაცია მიცემს აკეთე ანუ რო ავიხედე მეგონა რომ სხვა სამყაროში ვიყურებოდი რაღაც ზეციურ სამყაროში რა მაგ კითხვაზე ეგეთ პასუხს გაცემ ყველა ადამიანში არის ის რაღაცა ზღვარი რაც ამიერია და იმიერია რა აი ზღვარის ხო აი იმიერის ჯერა თქო მაგას გეუბნები ყველა ადამიანში არის ეგ წარმოუდგენელი წარმოსახვითი იმიერი ან რაღაცა მე მაგაზე ხო პასუხი არ გვაქვს ხო არა გვაქვს აი ამ რაღაცა ამიერის
გარღვევა საკუთარ თავში არის, აი რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ შემოქმედმა ადამიანმა და ხელოვანმა ადამიანმა მაგით გამოირჩევა, რომ აი რაღაცნაირად აი მაგ ხალხს არღვევს და გადადის იმ იდეების სამყაროში და წვდომას იჩენს. და ყველა ადამიანს აქვს ეს შესაძლებელი სხვადასხვა მხარეს. ხო, აი მეც ეგეთ აი რაც უფრო ნაკლებად ლოკალურად დააბლოკინებს შენ გარემოცვას თავს, ტვინს შენ აზროვნებას, უფრო მეტი ბერკეტი გაქვს იმისთვის, რომ გარღვიო აი ეს რაღაცა საზღვარი, რა საზღვრიც იქითაც სრული თავისუფლება გაქვს და შემდეგ უკვე შენ შპიროვნებაზე, შენ გამოცდილებაზე არის რა გერგება იქიდან. ხო, მეც ესე მგონია რა, ამიტომ რომ აი რელიგიურად არ ვლაპარაკობ, აი არის რაღაცა რის იქითაც შვებაა და არ უნდა დააბლოკინო არაფერს არავის არ უნდა მიცე მაგის საშუალება მაგიტომ სულ ვეუბნები ყველა ახალგაზრდას რომ გადით ოჯახებიდან გადით ქვეყნიდან და დაბრუნდით და დარჩით მარტო იმიტომ რომ ეს ძალიან ბევრი ლეიერია ბევრი რაღაცა ფენა რაც გადევს და გავსებს და გინდა არ გინდა გეტავს რა და იმ იერში ვერ გადადიხარ რაღაცნაირად რაღაც სისტემაში ერქვა რაღაც სტრუქტურაში რაღაც აწყობილ სისტემაში თბილისურში უბნურში იმაში და გვერდიდან ვეღარ უყურებ ვერც თავს ვერც საბუთას და იმ იდეებთან წვდომას კარგავ რა და არც იცი ეგ იდეები თუ არსებობს მე იმიტომ რომ ის თუ გეკაჩება შენ უბრალოდ უნდა მიყვერა რაღაცნაირად შენაგნად ეხა ძალიან მედიტაციებს ლაპარაკი არ მინდა და რაღაც ხო არა მაგრამ ნუ მაგას ვერ გაიქცევი რომ ხელოვნებას ეგ უნარი აქვს სხვას არ ვიცი არ სხვას რას აქვს რომ რაღაცა რა ქვეყნიური გაგზნობინოს რა აი თითქოს რაღაცას ვიმეორებთ რაღაც ვიცით მაგრამ არ ვიცით და გვინდა რომ მოყვეთ იქ რა ხდება თუ რაღაცა რა მაგას ვეძახი სრულყოფილების განცდას როდესაც ზუსტად იცი იმ მომენტში რომ ეს ესეა და ეგ არის რაღაცა მუსიკას რომ მოგუსმენ ისეც ან ფილმს ნახავ ან ეხა ესეც რომ ავიხედე დავადებ ეხა მე მონტაჟი ფოტოს და რა თქმა უნდა ფოტოზე 10% არ ჩანს იმისი რა ეფექტია მაგრამ იქ რო ვიდექი და ზემოთ ვიყურებოდი აი იმ შეგრძნებაში ეჭვი არ მეპარა ვიცოდი რომ ის არის ყველაზე ნამდვილი შეგრძნება რა ისაც რეალურად ცხოვრობთ ადამიანები ხო იცი რომ აი ეს არის ჭეშმარიტება არ ვიცი კი აი მუსიკასაც ჩემთვის რამდენჯერ მოუხდენია ეგ ეფექტი და დღემდე მახსოვს რაღაცა ტრეკები რომელიც მოვისმინე და მივხვდი რომ შეცვალა ჩემი ცხოვრება აი ხდის ტრეკი მოვისმინე მე ესე წავედი რა და ეგ შეგრძნება მახსოვს დღემდე ის წერტილი სად ვიდექი და ჩემ შემთხვევაში ლედზეპლინის სოლოთა ლავი იყო მაგრამ ნუ ყველას თავისი აქვს რა რომელიც უცებ რაღაცა გაგიხსნის რაღაც სხვა სამყაროს საერთოდ და ხო ზოგჯერ წამში ხდება ზოგჯერ რაღაცა მანამდე ალბათ დაგიგროვდა და მაგიტომ გასკდა მაგით ხო რაღაცა მიმიყვანა აქამდე ხო გასაგებად გამოგადგა ეგ თუმცა ალბათ გროვდებოდა ერთ წამში არ ხდება ხოლმე როგორც ასეთი ის შენ შინაგანად გინდოდა მაგის მაგკარის გაღება და მაგისკენ მისწრაფო უბრალოდ ეს იყო იდეალური მაგ დროს მაგ მომენტში სწორად დროს სწორად ადგილას ეგ ტრეკი მოხდა თორე შენ გინდოდა ეს შენში ყველა ადამიანში დევს ის ვის როგორ მოუვა რითი ეგ ყველა საინტერესო ალბათ თან ხო ეგანს ერთი თვერ ხო იმიტომ რომ ვიღაცისთვის ეგ საერთოდ შეიძლება ვიღაცისთვის წიგნია ვიღაცისთვის ნახატი არის ფერია რა ბევრი სხვადასხვა რამე ვიღაცისთვის ვიღაცასთან უბრალოდ ორი სიტყვის გაცვლა არის ისეთ სწორ ადამიანთან სწორ დროსთან შენ ესეთი რაღაცა მნიშვნელოვანი გავლენა ინსპირაცია შეიძლება გაიხსენო ერთ-ერთი პირველი რაც იყო ან თუნდაც რამაც მუსიკისკენ წაგიყვანა ალბათ ოჯახი იყო პირველი მუსიკალური ოჯახი და ერთ-ერთი პირველი იყო რაღაცა ხელოვნებით აღფრთოვანება პირველი რა ხელოვნებით აღფრთოვანება ბიტლზები იყო ნუ პირველი აი აღფრთოვანება ბოლი რო ვეყავი რომ ეს ადამიანს რო შეუძლია და ეს დაუსრულებელია და ამ ადამიანებმა ამდენნაირი გააკეთეს და ამდენამ შემოთავაზეს ამდენ რაღაცას ჩაუყარეს საფუძველი და შემდეგ უკვე ბიტლზებიდან წავიდა უკვე აი ეგ რაც დამემართა Pink Floyd-ზე დამემართა შირაც დაგემართა ბიტლზე არ დამემართა ბიტლზე თითქოს სკოლა იყო
მაგრამ აი ეს გასაღები რაღაცის ლედზეპელინი და ბიტლზი მოვასებდა და Queen-ი მოვასებდა ძალიან ბავშვობაში მიმართულება არის ჩემთვის და ნუ აი მაგ მიმართულებაში кайფი თუ მინდა მაგაზე კაი არ ვიცი ხო მაგრამ აი Pink Floyd-ის Dark Side of the Moon-ს მთლიანმა ალბომმა ქნა რეალურად აი ეს გარდამტეხი ხმის დიზაინის მოწამვლა რამაც მე ელექტრონულ მუსიკაში გადამიყვანა და მაინტერესა რომ მარტო შემიძლია ამ ყველაფერს კეთება რა. იმიტომ რომ აი ძალიან ნაფიქრია იქ დიზაინზე. ბოლო ბანახან აი რაღაც მაინც კიდე ქართულთან ასოცირდება და ეგეც მინდოდა მეკითხა აი თანამედროვე ქართულ მუსიკაში. როგორც ჩაკრულო რაღაც სახე არის ქართული კულტურის და მუსიკის და კოსმოსში გაუშვეს ქვია თანამედროვე მუსიკიდან რომელს გაუშვებდი ქართულიდან არის რამე ეგეთი? მე ნიაზის შემოქმედება ძალიან მიყვარს ნიაზს აქვს აი რაღაცა მან გახსნილი რაღაცა და ნიაზის რამის გაუშვებდი ალბათ თანამედროვე ხო ნუ აი რაღაც მე-20 საუკუნესაც გულისხმობ რა ალბათ უფრო ნიაზის რამეს ირაკლი ჩარკვიანსაც ვიტყოდი მაგრამ რაღაც ხარისხი ჩანაწერებისაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და მინდა რომ კარგი ხარისხის გაუშვა ნიაზის რამე რა რაღაცა ახლა ზუსტად ახლა ვერ გეტყვი რომელი რო გითხრა ახლა პერიოდები მაქვს ხოლმე ნიაზის მოსმენის ესე ვცდილობ რომ ბევრი არ უსმინო ძალიან არ ვარ ეგეთი ძლიერი ადამიანი ინსპირაციას უცებ ვიღებ ხოლმე და უცებ ვიწამლები რაღაცეებით და ცოტა ხელს მიშლის ხოლმე მერე და სულ მაგას გაურბივარ რომ გავლენის ქვეშ არ მოვექცე და ნიაზს აქა ეგ რაღაც ენერგეტიკა რომ მარტივად შეიძლება შემიტყუოს თავის რელსებზე და ეგ ჩემი რელსები არ არის ზუსტად ვიცი და ჩემ რელსებზე მინდა ხოლმე დავრჩი. ხო, აი ნიაზთან არის მაგალითად ფანდურის აქ გამოყენებული ხო, აი მაგალითად ფანდურის გამოყენება ეხა რომ დავიწყე, აი სულ მაგაზე ჩალიჩი მიდის რომ ნიაზს არ დაემსგავსოს. რთულია დაამსგავსო კაცო, მაგრამ მაინც უკრავს ეს ადამიანი და თანამედროვე ბაში ახამებ. და ახლო ხაზთან მიდიხარ, სადაც ნიაზის გზაა და არ მინდა ხოლმე რომ გადავხტე იქით. ჩემი არ იქნება და დავიგრუზები მე. შენ კიდე გამორჩეული იმიჯი. ანუ ვიზუალურად ეგრევე მოსაცნობი ხარ რა? ხო. და მაგის შექმნაზე ალბათ ესე თავისით მოვიდა მე ნელ და ჩამოყალიბდა ეს იმიჯი? ანუ მაგაზე ზრუნა როგორც მნიშვნელოვანი ნაწილია შენ შემოქმედების თუ თვით თავისით ხდება იქ. არა თავისით არაფერი არ ხდება, ყველაფერზე ვფიქრობთ და ყველაფერს ვგეგმავთ. იმპროვიზაციის დამოკიდებულებაზე მეტად არაფრის არ მეშინია. რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს, დღესდღეობით მუსიკოსის საქმე მარტო მუსიკა რო იყოს, ძალიან გემრიელად ვიქნებოდი, გაცილებით უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ ძალიან ბევრ რამეზე უნდა იფიქრო, როგორ მიაწვდი, როგორ მიიქცევ ყურადღებას, ახლა ხალხი ჩარგულია და 10 წამში 500 ემოციას განიცდის TikTok-ზე, ახლა შენ როგორ უნდა დაიჭირო ის ხო? ვიღაცას აგინებ, მე კატას ეფერება ის, ანუ სულ იცვლებ. ანუ შენც უნდა მანდხარ და უნდა დაიჭირო, რომ მე მოგისმინოს და ნახვადაწეროს ბილეთი იყიდოს და მოვიდეს და საქმე იყოს და არ იყოს რაღაცა ჰობი მარტო და საკუთარი თავისთვის გასწორება მარტო. ხო, ეს მოიტანა თვითონ თამადის ხასიათმა რა, რომ ხალათით ყოფილიყო რა. ჩემ მეგობარმა მოიფიქრა ეს, რომ ხალათით ნაბახუსებზე ასუ თამადა და აი იდეურად ეგრე იყო, რომ აი მოდი ხალათი ჩავაცვათ რა. თან ყურადღებასაც მიიქცევს, თან ლამაზიც არის, კაი ხალათი თუ ჩაიცვი თლა კარგი. ცოტა ეპატაჟურიც იქნება, რაღაცა დოზაზე ეპატაჟური. ალბათ, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან დაუკრეფავში არასოდეს არ გადავსულ ვარ მგონი ეპატაჟურობით. ზოგჯერ გადავსულ ვარ, მაგრამ ალკოჰოლის დამსახურებით ეგეც როგორც ნამდვილ თამადას. შენ აღარ სვავ ხო? ცოტა ხნის კაცებში თქვი. შვიათად რა, ის ძალიან შვიათად, იმიტომ რომ
რაც უფრო მეტი საქმე გაქვს, ნერვული სისტემა უფრო ყოფში უნდა გქონდეს და ძალიან გიშლის რა მე ხალხს. კი ზოგჯერ ხარისხი აკლდება ხოლმე კონცერტზე, აი იმ გიჟობის რაც უყვარს ხალხს ჩემგან, მაგრამ მაინც რაც უფრო არ მიყვარს ხოლმე მსახიობობა როცა მიწევს სცენაზე და თვალის თამაში. ან თვალის თამაში კი არა, აი გახსნილობის ეს არ მიყვარს ხელოვნურად ამ ყველაფრის კეთება, მაგრამ გიწევს, იმიტომ რომ 10 კონცერტი რო გაქვს თვეში. სხვანაირად არ გამოვა. მაშინ სუმთვრალი უნდა იყო და არ გამოდის ეგრე. ხო, ალკოჰოლი შექმნა ეს მუსიკა, მართალი რო გითხრა, ანუ ალკოჰოლი იყო ის რითიც ყველაზე მეტად ვკაიფობდი ამ მუსიკის წერაში, იმიტომ რომ აი ბერლინში ვცხოვრობდი, ხო? წერის დროს შექმნის დროსაც გეხმარებოდა. დროს აი წითელი ღვინო და კეთება არის ჩემი საყვარელი რამე, იმიტომ რომ აი მაინც გათავისუფლებს რა, გაკიდებინებს სხვის აზრს და არასოდეს არ ფიქრობ მაგ მომენტში ვის მოეწონება და ვის არა. თავარი მაგ მომენტში არის ხოლმე პირადი, ეგოისტური кайფი, რაც ყველაზე მეტად უყვარს შემდგომში უკვე რეზულტატად ქცეულ მუსიკაში შენ მსმენელს. რომ შენ თვითონ მაგრა გისწორდება. აი მაგას გძნობს ყოველთვის, მაგას ვერ მოატყუებთ ხო ხალხს, როგორც ადამიანს ვერ მოატყუებ, რომ აქ კარგი სუნია ეხა, ხო? ანუ თუ ცუდი სუნი დგას, ხო? ის გამოცდილი ცხვირია ყველას. აი ეგრე არის რა, ადამიანს ვერ მოატყუებ, რომ აი შენ მაგრად გისწორდება, თუ არ გისწორდება რა საკითხი. რა მსახიობი უნდა იყო, ანუ არ არსებობს ეგეთი. და შეხა წერის დროს აღარ ისეთი დოზით აღარ იყენებ? ვეღარ ვიყენებ, იმიტომ რომ ხა რა თქმა უნდა, ხა სულ ვალდებულებები სხვა გაქვს და მაშინ არ მქონდა არანაირი ვალდებულება გარდა იმისა, რომ მე შოვნა 300 ევრო, რომ გადამეხადა ბერლინში ბინა და მე უბრალოდ მეკეთებინა მუსიკა და ეხლა მეტი ვალდებულებები გაქვს და მეტი პასუხისმგებლობაც ეხლა ხალხი მეტი, რაც უფრო მეტი გისმენს, უკვე უფრო უნდა კონტროლს სიტყვა, მაგრამ უფრო კონტროლში უნდა ყავდეს რას ლაპარაკობ, რას ამბობ, რას წერ და ასე შემდეგ. ეხლა ზოგჯერ ხიზელი ცხოვრება როგორია შედარებით? ხიზელი ცხოვრება მოწყენილია უფრო რა თქმა უნდა, მაგრამ ეგეთი ხიზელიც არ არის რა, ბევრი კონცერტი რო გაქვს. გინდა არ გინდა ვერ ახარ რა ხიზელი, ეხლა თლიანად თუ იდეები გაქვს და ეხა ახალი ალბომი გავაკეთებ, ხო? ჩვენებურები მოვიწვიე და აი როგორ გითხრა რომ ფხიზელი ვარ, არ არსებობს ეს ფხიზლე თუ არის, რავი, არ ხარ რა ფხიზელი რა. სულ აი ამ ემოციურ რაღაცა ბომბებში ზიხარ და ხან ტირი ხან იცინი, ხან ამაკორც აიღებ იმას მაგ ყველაფერს უფრო გიმშვიდებს რა ალკოჰოლი. რომ ეგრე არ აყვე რა და არ გადაირიო რა. მაგრამ თუ არ გადაირია, არაფერი არ გამოდის, მით უმეტეს დღევანდელ დროს ეს დალაგები მით უმეტეს, როდესაც ამ მუსიკაში ვარ, ხო, პოპ მუსიკაა ეს ეხა უკვე, ხო და პოპ მუსიკაში თუ არ გადაირია, აზრი არ აქვს. აი მართლა რა უნდა მაგარი მომღერალი ვარ, არა ვარ, არც მაგარი ინსტრუმენტალისტი არ ვარ, რაღაცა იდეების გენერაცია მიყვარს. და ვაგენერირებ ამ იდეებს, როგორც AI და ვაკეთებ, ხო? აი რაღაცა ჩათვალე რომ კომპანიის დირექტორი ვარ, რაღაცა არტ დირექტორი. ხო. რომელსაც ქვია თამადა და სხვა პროექტებსაც ვაკეთებ, კაც მარტო ამას სხვა რა. უბრალოდ ეს არის ახლა კარგი წყარო, მივიღო ის არტისტული დაფასება და მატერიალური საზრდო, რაც ამას გამოუვიდა. პასუხისმგებლობა ახსენე და როგორ მიხვედი აქამდე რომ უკვე პასუხისმგებლობა იგრძენია უბრალოდ ხალხის მსმენელის რაოდენობის ზრდასთან ერთად თუ ხო ბავშვების ამბავი იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბავშვი გწერს, ძალიან მიყვარხარ თამა და გისმენ ყველა ტექსტიზე პირად იციან და სურათებს იღებენ და ეს მე შენ შვილიც მეყოლა ეხლა და აი ხო აი მაგან რა ბავშვებთან ურთიერთობამ უფრო ვიდრე ჩემ დაინახე რა გავლენა გაქვს. დაინახა რომ ეხლა შეიძლება ამას რაღაცა სხვა გზაზე დავაყენო ადამიანი და ფრთხილად უნდა ვიყო. და ყველა მუსიკოს მაგას ურჩევ რა, რომ ბავშვებს გავუფრთხილდეთ და ბავშვების გამოიყენებენ მათ სისუფთავეს და სიყვარულს სათავისოდ მხოლოდ და იფიქრონ იმას რა ელის შენ რასაც უმღერი.
იმიტომ ის იწოვს ჩვენ რო ვეუბნებთ ღრუბელივით ღრუბელივით იწოვს ხო მეც ინფორმაციას რასაც უსმენდი და რაც ის იყო ჩემი ყველაფერში მინდებოდა რომ იმებაძა იმათვის წყალი ხარ გინდა კი ნინო შეგიდა ხო და გინდება რომ იბაძო ყველაფერში რა და თუნდაც ის რაღაცა დრაგები რაღაცა დასალებია ის ცხოვრების წესი რასაც როკსტარები აკეთებენ ცხოვრობენ შენც რაღაცა გინდება რომ ეს იგი ეს არის კაი რა უბრალოდ ან გინდა მაგას ისინი ვერ გაიქცევიან ეხა შენ არის რომ სხვა იზავ და რაღაცა ეგრე არ არის მაგრამ მე ეგრე ვარ რომ რაღაცნაირად უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაჩნდა ჩემში მაგამ რას იმის კონტროლი არასოდეს ეგეთი ტექსტებიც არ მქონია რომ კონტროლი დამჭირდეს რაღაცა მაგრამ ზოგჯერ მაგ ხოლმე რაღაცა დიდი პროტესტი რაღაცა საკითხებთან მიმართებაში რაც მინდა უფრო აგრესიულად გამოვხატო ან თუნდაც უწმაწურად ხო ადრე თუ არ ვერიდებოდი ახლა მაინც უფრო ცოტა მოვერიდები მეც გავიზარდე რა ეხლა მხელა ესეთი ამდენ პანკობა ვითაც დავიღალე მართალი რო გითხრა და მინდა წყნარი ცხოვრება და ჩემს საყვარელ მსმენელთან ერთად სცენაზე გამოსვლა სიმღერაც ყველაზე მეტად მიყვარს რა არანაირი უხერხულობების გარეშე საზოგადოებაში რა არის ის რაც ყველაზე მეტად არ მოგწონს ეხლა რაც უკვე მასებთან გაკურთიერთობა რაღაცა არის რაც ყველაზე მეტ აგრესიას იწვევს შენში ან რაღაც ის თქმა გინდა რომ ესე უშვებით ხალხო სხვანაირად რაც იყო რა მაგნამდეც ეგ იყო და ისა არავინ ყველაფერი არავინ არ იცის რა და დაჩემებული აქვს რომ ყველაფერი იციან და ეს ნერვებს მიშლის თქო ვერ გეტყვი ხარ ეგრე არ ნერვებს არ მიშლის უბრალოდ ვისურვებდი რომ ყველას ეპოვნა ყველას თუ არა უმეტესობას ეპოვნა თავისი გზა და საკუთარი თავისთვის დაემტკიცებინოს ყველას რა შეუძლია გაუკეთოს საკუთარ თავს კარგი მაგ შემთხვევაში სხვის ცხოვრებაში მე წვირს აღარ ყოფ და არც სხვას ეხები ხო როცა შენი საქმე გაქვს სამსახური რა დრო გაქვს შენი საყვარელი საქმე ხო ქცეული და ამით შენ საკუთარ თავს ხელა ვალიდაციას უკეთებ ხო რომ ეს შენ შეგიძლია ამისთვის მიზანი გაქვს და რაღაცა როლი ამ სამყაროში და ამას ვინც გრძნობს ახლა სხვებს მე არ დასდევს და ეგ არის ჩემი აზრით ეგ აქამდეც მაგას ვფიქრობ და ეხაც მაგას ვფიქრობ რომ ყველამ საკუთარ თავს და საქმეს მიხედოს ცოტა ისე გამომდის აი უცხო არ აქვს საქმე იპოვოს გაცადოს ბევრი რამე ბევრჯერ წაიქცეს ბევრჯერ ადგეს რა ვიცი რა სპორტული შემართებით რა უცხოურ მსმენელთანაც გაქვს შეხება და ალბათ სცენიდან რო უყურებ იქიდან კიდე რაღაც ისეთი რაღაცები შეგიძლია დაინახო რასაც ეს ადამიანები ვერ დავინახოთ ვინც სცენაზე არ ვდგავართ და რაღაც არის განსხვავება ჩვენ საზოგადოებასა და თქვათ რაღაცა ვის სხვაებთან ვისთანაც გაქვს შეხება რა აი რაღაცა არ ვიცი რამე არის ხოვობა რომ აი ეთყობათ რომ ეს ახლა ქართველები არიან კი როგორ არა ქართველს სომეხს ფრანგს ყველას ვასხოვებ უკვე აი გეტყვი რომ ესენი პოლონელები არიან რითი აი ქართველები აი რაღაცა ეგეთი ის არის რა ქვია ბევრჯერ რომ აი მე მაქვს ეგ შეგრძნება აეროპორტში რო ხარ სადმე და საქართველოში მოფრინო და შენ გეითს არ მოდიხარ შორიდან ეთყობა რომ აი ქართველები სიარულის მანერა ლოკალურობა ეს რაღაცა გახედვა გამოხედვა ქართველები ხო ძამბურს იყურებიან სულ იყურებიან ყველაფრის დანახვა უნდა ვინ მოდის ვინ მიდის ეს რაღაცა პრობლემიდან მოდის რაც წეგამ თქვი მაგრამ აი უცხოელებს საქართველების წინაშე დაკვრა სასწაულია ძალიან მიყვარს აი უცხოეთში ქართველების წინაშე დაკვრა საერთოდ მაგარია რა აი რაღაც ემიგრაცია კიდე უფრო მეტად რეაგირებენ ქართულზე ხო? მით უმეტეს ჩვენ რა მუსიკასაც ვაკეთებთ ხო? მე რა მუსიკასაც ვაკეთებ, უცხოელი მაინც აი ეგზოტიკურად უყურებს და აი ბოლომდე თავისუფლდება და იხსნება და მაგრად ერთობა რა. აი მაგრად ერთობიან ფესტივალებზე რომ დავდივართ ხოლმე, აი უყურებ რომ მაგრად ერთობიან, იმიტომ რომ არც ესმით რას მომღერია ეს და ქართველებთან უფრო ოჯახური და ესეთი მეგობრული დამოკიდებულება და აი
ისეთ რაღაცასაც რო აკეთებ, რომელიც არ არის მიზანშეწონილი. ქვემოთ ეგეც კი უფრო მეტ ხალის და ელფერს ზენს კონცერტს ხოლმე, იმიტომ რომ უფრო მეტი რამე ხდება რა ელემენტარული და შენი მუსიკა რო რაღაც ესეთ აფექტში აგდებს ადამიანს და ის ტექსტობრივად გინდა, მუსიკალურად გინდა და ამ ყველაფერს უყურებ ეს მაგარი ნარკოტიკებით არის, აი მაგრად кайფობ რა. მაგით რო შენგან მოდის ეს და გახსენდება იმ მომენტში როგორ იჯექი ოთახში ამას აკეთებდი, როგორ წარმოიდგენდი ნეტარა რეაქცია იქნება, ხო? შენ წარმოდგენები გქონდა, მაგრამ ეხლა უკვე უყურებ. ზოგჯერ ხვდები რომ ამას სხვანაირად ესმის. ის არ ესმის შენაზეც кайფობ ამ სიმღერაში და ხშირად არის ეგ, მაგრამ ის გაჩვენებს კიდე რაღაცა სხვას შენსნივე სიმღერაში, რაც მაგარია. რაზეც შენ არ გიფიქრია. ყველა ჩემი აი ხა გახიტებული ეგეთი არის, რომ რეალურად ის არ გახიტდა იმ სიმღერებიდან ის შეგრძნება, ზუსტად რა შეგრძნებაც მე მეგონა რომ აქ სიმღერის მთავარი დამახასიათებელია. თვითონ მსმენელი იმ დროს გაჩვენებს, რომ აი ჩვენ ამაზე ვგულავთ ამ სიმღერაში. და მე ხვდები რომ ვაუ, მოდი აბა მაგაზე გაგულავებთ ახლა და მე მუშაობს რა. კლუბიდან უფრო სცენაზე გადმოვედიო და ანუ ესე გინდოდა შენც რომ მოხდარიყო? როგორ გითხრა? კი, შენაგან აი ამაგას არ ვაღიარებდი, კაი ბევრი წელი რომ გაქანებული მეინსტრიმ მუსიკოსი ვარ. არ ვაღიარებდი რა ეს ანდერგრაუნდი. ვერც ვიყავი, არ ვიყავი და უბრალოდ მომწონდა და თავის მოტყუება იქნებოდა რა. ძიმე მუსიკა მიყვარს, მაგრამ ისე გაკეთებული რომ რაღაცნაირად ბევრმა მოისმინოს. მაინც რა. მაინც მინდა რომ ბევრმა მოისმინოს, რასაც ვაკეთებ, იმაზე მეტმა ვიდრე კამდე. ხო, მე ძალიან ჩამოვშორდი რეივ კულტურას და ხარაზუსის არ ვიყავი, ღამეს ვათანებდი ყოველ დღე, მაგრამ ნუ რაღაცა ინტერესი მაინც მქონდა ხოლმე და კლუბში შევივლიდი ხოლმე ხანდახან. და ეხლა საერთოდ გამიქრა ეგ სულ რაღაცა ასაკთან ერთად კავშირი დავკარგე მაგ აი წეგა ხოთქი რომ გამე ვეღარ ხო მარტო ფიზიკურად არა აი რაღაცა ვეღარ ხვდები ინტერესი აღარ მაქვს რა ხო რაც უფრო იზრდები უფრო ნაკლებად ეხლა უფრო გამიშდა კომუნიკაციის მუღამი და ამითი გართობა ადამიანებთან ხო ეხლა იქ რაღაცა კლუბში შეხვალ ადამიანებს ვერ ვეკონტაქტებოდი არ ვიცი ხა ნაკლებად ხდება რა მე დავდიოდი კლუბებში კომუნიკაციით გაიფავდი აი უმეტესწილად ხო ხო მე თვითონ თავისი ენა არის ხო აი რაღაცა სხვა რაღაცები ხდებოდა თუმცა მე საქართველოში არ ვცხოვრობდი და ევროპულ კლუბებში დავდიოდი საქართველოში ძალიან ცოტა ჯერ ყოფილ ვარ ესე ქართულ dance floor-ზე იქ უფრო თავისუფლად და ბიძაშვილი არ შეგხვდება და ყველა შენი ცხოვრების ყველა ეტაპიდან ვიღაცა ერთ დღეში არ შეგხვდება და უფრო თავისუფლად ხარ რა. იქ კლასელი რო შეგხვდება იქ ის და აი რა როგორ გაერთო ეხლა რაღაცა შენ თავში როგორ ჩახვიდე ეხლა. არა. არა ვარ მაგ ინდუსტრიის წარმომადგენელი თურმე არც არასოდეს ყოფილ ვარ ეგრე გამოვიდა იმიტომ რომ მოხიბლული ვიყავი ბერლინში ვცხოვრობდი მან ვაჭერდი ბოლომდე და გამოვიდა რომ მაინც სიმღერა მინდა და მაინც აი ქსილაღე რაც ჩემში დევს მაგას ვერ გაიქცევი და მაგას ვამბობდი რომ ეგ ძალიან დიდი ბრძოლის შედეგია თამადა ხო კლიპის ახალი კლიპიც ახალი ქვია ჯერ კიდე ხო ახალი ორი კვირის წინ დაიდო. ძალიან მომეწონა. მადლობა. ყველას ვუჩევ რომ ნახოს რა, იმიტომ რომ ეს ელიოზე გადაღებულია. ორი წელი ვამუშავებდით მე და მინდი არაბული მაგ სცენარს. და ასეთ სცენარი? ჩემი და მინდიას, ხო. მინდია იცის ხოლმე ჩემი იდეის შემდეგ უკვე სცენარად შეკვრა უფრო ლამაზად და ხო, ორი წელი ვამუშავდი ამ სათქმას, რომელიც არ შეიცვალა. იუმორიც კარგი დოზით იყო რაღაცა ხო, არ მინდოდა დაძაბული ყოფილიყო და დარკი ძალიან რა, არ მინდოდა ბნელი რაღაც ფერებიც ისეთი არის, მიუხედავად იმისა, სად ხდება, ხო? ხო და ტექსტობრივად და ისე იდეალურად ჩემთვის ამ წუთას ამაზე მაგარი არ ვარ. ამ წუთას ხო, აი ტრეკი როგორც გამოვხატე, მაგაზე მაგარი ჯერ არ ვარ. ამიტომ ჩემი მაქსიმალური დევს
მაგაში ჩემ მაქსიმალური იქიდან დაკავშირებით რომ რაღაცები როგორ დავიკიდე რომ მაგარა გამეკეთებინა ეგეც კი ჩემი განვითარების მანიშნებელია აღწერაში იქნება ლინკი ვიდეოში და შეგიძლიათ ნახოთ ეს კლიპი ხო მაგაზე უკეთესი ახლა არ შემიძლია არანაირად მაგრამ წინ არის ყველაფერი არ მაკმაყოფილებს გადაღებები რამდენი ხანი მიდიოდა ერთი ღამე 6 საათიდან დილის 6-მდე რა ერთ ღამეში გადაიღეთ ეს ყველაფერი ერთ ღამეში გადავიღეთ ხო არ მეორე კიდე რაღაცა დამატებული ბოლო კადრი კარტოფილის ცხნის ცალი ხელით ეგ სხვა დღეს გადავიღეთ სხვა სეტაპი იყო ეგეც ქვემოთ გადავიღეთ სადღაც პადუალში უბრალოდ შევქმენით ფანჯრის ეფექტი კლიპები კიდე ანუ დღეს რა როლია კლიპებში სისულელია რა სისულელია მაგაში სისულელია ხო მაგრამ აი ეგ არის რა შენი ჟინი გაქვს და შენ CG უტე რომ აი ეგ იდეა თუ გაქვს აი კლიპის უნდა გადაიღო რა კლიპის იდეებია ხოლმე ყველაზე რთული მოსაფიქრებელი და მე როგორ განახორციელებ მაგას ახლა ინდუსტრია ძალიან გვერდით მიდგას და ეს ძალიან ბევრმა ადამიანმა ჩათვალე ენთუზიაზმით იმუშავება და თვითონაც მონატრებულები არიან რაღაცა არაკომერციული პროექტების გადაღებით და მონატრებულია რა ხალხი იმიტომ რომ სულ სარეკლამოშია რა ყველა გადასული მთელი ქვეყანა სარეკლამო სააგენტოდ იქცა ფილმს არ ვიღებთ იმას არ არა გეუბნები სარეკლამო სააგენტოა ეს რა ეს ქვეყანა ხა ჰაბი სადაც ჩამოხვალ და რეკლამას გადაიღებ იდეალურს რა აი ცოტა საწყენია და ცოტა სევდიანი ეგ ამბავი. ხო, ერთი პერიოდი მე ვიყავი მით გატაცებული რეკლამებით და რეკლამის კრეატიულობით ხო. მე პიარზე ვსწავლობდი და ბრეკბეტერი წავიკითხე 99 ფრანკი და მოვიხებლა 2-3 წელიწადში. ჩვენ თაობის ისე იყო რა. ხო, აი და ახაც ხო იყო ჩამოსული. და პიარზე ჩავაბარე და არაფერი არ მისწავლია. საერთოდ არაფერი არ მახსოვს. ეხლა თან ახალი თაობის მუსიკოსები კლიპებს იღებენ ისე? ანუ ეს კლიპი ისე არის პროდუქტი. აი მაგარი ჩალეჩა უნდა იყო რა. ადამიანებს უნდა დღეს საქართველოში უნდა დააჯერო ადამიანებს რომ რაღაც ძალიან მაგარს აკეთებდა. აი მაგას ცალკე რაღაცა ტიპობა უნდა თუ რაღაც არ ვიცი. არ ვიცი მე ვერ წარმომიდგენე ხა ეგ მაგფული როგორ უნდა გადაიხადონ რაც ღირს, მაგალითად ნარნარხარ რაც ღირს. მაგის ფული ვის აქვს არ ვიცი, ან არც მე არ მქონდა. თუ არ დააჯერე და თუ არ რაღაცა ახლობლები, ნაცნობები, აი ესენი აი უნდა შეყარო, ლაპარაკი ყველას ვეუბნები ხოლმე რომ მეილის დაწერა ისწავლონ, კარგად, ლაპარაკი ისწავლონ, იმიტომ რომ ამას მიაქვს რა რეალურად რა შედეგები მოაქვს და არა, მაგარი სიმღერა დავწერე და ეხა დაველოდოთ ვინმეს, ვინც გამოჩნდება და მომხედავს. არ არის ეგრე აღარ ხდება მორჩა. შენ ინდეპენდენტ არტისტ უნდა იყო ყველა ვარიანტში, თუ რა თქმა უნდა რაღაცა კომუნა არ გაქვს ძალიან კარგი სადაც კომფორტულად ხარ. და შენ თუ და გაიტანო და ყველას გვაქვს ახლა ტელეფონები და კლიპების აუცილებლობა მგონი არ არის. rilsi გადაიღე ესეთი კრეატიული დადე, ბევრი ნახვას დაწერს და გადაიყვან სხვა სიმღერებსაც. ხო, მუსიკოსებს ვეკითხები ხოლმე მაგას რომ აი ეს განცდა მე რაც მაქვს რა რომ ახალი ეპოქა ძველისგან იმით განსხვავდება რომ ისეთი დიდი არტისტები აღარ არიან რა როგორც Pink Floyd იყო რაც აი და ეგრე სიბრალეა თუ არიან და მე ჩამორჩი თუ ინფორმაციული გახსნა მოხდა ამ ხელა რა ანუ იქ ის არ გახსოვს აი მაგალითად ლელა წურწუმია როგორი მიუწვდომელი იყო 90-იანებში მაგას მარტო სარკე ჟურნალში თუ და ინახავდი და ტელევიზორში. ანუ ძალიან ის იყო, ხო, ანუ ეგეთი ხალხი. ეხლა რა ყოველ დღე შეგილია ნახო ტიპები რასაკეთებენ. ეს ყოველ დღე შეგიძლია ხა ჩემთან ინსტაგრამში შემოხედო და მიხვდე რომ აი ეგ ვარ სასეინოთი იქ რაცა სტორი დავდე ის დავდე ეგ რაღაცნაირად ექსკლუზიურობა დაკარგულია ახლა. ხო, მაგრამ გავლენითაც
რა Pink Floyd-მა რაც შექმნა და მე რაც იმის მერე რა გავლენაც აქ დღემდე. აი რაღაცა ეგეთი ტიპები ხო აღარ არიან, მე ვერ ხედავ. ისედაც დამთავრდა რაღაც დიდი ეპოქა დამთავრდა და ეხლა არ ვიცი რა ცოტა rabbit hole-ში ვარ თუ რაც ქვია. ხო და მაგას ვამბობ რა, მარტო მუსიკაში კი არა, აი რაღაცა დიდი ადამიანების ეპოქა იყო თითქოს მე-20 საუკუნე, აი 70-იანი 80-იანი. ინდუსტრია უწყობდა მაგ დიდი ადამიანების გამოჩენას, მაგის ახსნას ვცდილობ რომ მაშინ ინდუსტრია იყო ეგეთ ლეიბლები, MTV რაღაცები. აი ძალიან პირველები იყვნენ, როდესაც ესეთი რაღაც კონსერვატორული მუსიკიდან სცენაზე ხიჟობა დაიწყეს. და ეს ძალიან დიდი გარდატეხა იყო და ეხლა არავის აღარ გვიყვირს არაფერი სცენაზე მომხდარი. ხო ტიპების შიშვლები გამორბიან უკვე და ყურადღება რომ მიიქცნენ. ხო აიდოლები აღარ არსებობენ. არ არსებობენ უკვე აიდოლები და ის აიდოლები ვინც ეხლა კიდე ცოცხლები არიან, პროსტა მომჯდრები არიან რაღაცა ინდუსტრიას და ფულს აკეთებენ. ამაზე. და ამ ტელეფონებმა გააქრო ექსკლუზიური განცდა, სიმღერის ყიდვა სუ სტრიმზია ყველაფერი და ეს სტრიმების კომპანიებიც ალკი გაგოიმებენ და ძალიან ცოტას გიხდიან მუსიკოს და მოკლედ აი ძალიან რთული არის, მაგრამ რა რჩევასაც მივცემდი ესე მუსიკოს არის რომ საინტერესო თუ ხარ და სათქმელი თუ გაქვს და საინტერესოდ მიაწოდე ადამიანს უეჭველი მენდომები რა. ანუ თუ კარგ რაღაცას გააკეთებ უნდა რა ხალხს, კარგი რაღაცეები ხალხს უყვარს და ხარისხიანი რაღაცეები და ეხა თუ მაგარ რამეს არ აკეთებ და ხალხისთვის არც გიყოლება მსმენელი. ხო, ანუ ლოგიკურად მეც დასკვნამდე მივდივარ ხოლმე. მუსიკასისგან უბრალოდ გამიგია რომ აი არაფერი არ ბიჭო, არა სიმღერა და ბოლო 2 წლის წინ და რატო ელოდები რომ რატო უნდა მოგისმინო? ან რატო უნდა დაგიძახო ფესტივალზე რა. ბოლო სიმღერა დადე 2 წლის წინ. და რა ვინახარ? რატო უნდა მიყვარდე როგორც მუსიკოსი? არ შრომობ, არ გიყურებ, არ დებ ენერგიას ამ საქმეში. რაღაც აი ის ახარ რა, დედას სიხარული ხარ და დედას სიხარულები ჩვენც ვართ. ხო, მაგრამ აი, ხო და მეც ლოგიკურად მაგას ხომ მივდივარ ხოლმე, მაგრამ აი მაინც არის ხოლმე მე რა ჯექსონს შეხედავ რომ ანუ რაღაცა ხელები იყვნენ რომ მარტო მედიის დამსახურება არ მგონია ეგ რა. აი დღესაც რო უსმენ იმათ ხტები როგორი მაგრები იყვნენ და თითქოს ეგეთ მაგრებს ვეღარ პოვებ. ძალიან დიდი სასაუბრო თემა არის 60-იანი წლებიდან რა მოხდა ამერიკაში და ცალკე აქ და საბჭოთა კავშირის რა როლი ჰქონდა მაგ ყველაფერში და იქ ბრიტანეთი აქ პოლიტიკური გეოპოლიტიკის ამბავი იყო ძალიან დიდი. და ეს ძალიან დიდი სასაუბრო არის. ეხა ის იქიდან იქ რაც ხდებოდა, იქიდან აღმოცენდებოდა მაიკლ ჯექსონები. აი აქ ეხა რაც ხდება, ანუ მაიკლ ჯექსონის ხო თვითონაც მოვლენა იყო. ხო. ანუ რა მილიონი ანუ ბევრი მოვლენა შეგვიძლია ვთქვა ეგეთი რა, რავი. ნირვანა იყო, რაღაცა, ფრედი მერკური იყო, ბობ მარლი იყო, რაღაცა და მარტო სისტემა ვერ იზამდა თქო მაგას ასე მგონია, იმიტომ რომ არ დაგვავიწყო, მაშინ დაგვავიწყდებოდა მგონია რა. აი რაც გითხარი რა, ხალხს უნდა და მეტი თავისუფლება. ჰიპის პერიოდი დადგა. შინაობა პრო იმ ხელოვანებს ჰქონდათ მეტი სათქმელი? ანუ რაღაცა დიდი ხიდი მოხდა, ხო? კონსერვატორული, აი ეს დალაგებული, ელეგანტური, კლასიკური მუსიკიდან უცებ გადავიდნენ დიდი აფეთქება მოხდა, ხო, ატომური ბომბივით მოხდა. აი ძალიან დიდი აფეთქება მუსიკაში, ხო, იქ ბიტლზები გაჩნდნენ და Queen-ი და Pink Floyd-ი და Led Zeppelin. აი ეს ჰიპების პერიოდი და ის ნარკოტიკი რაც შემოვიდა, ხო, რა ვიცი, LSD და მიღება დაიწყეს და აი ამ ყველაფერმა გახეთქა რა, ეგ ყველაფერი. ეს იქით ვიეტნამის ომი მე რა, აი ბევრი რაღაცეები ხდება და დღეს რა ხდება, ხო? დღეს ყველა ტელეფონში არის აი ესე მიწებებული თავებში და აი ხედა რა უნდა აღმოცენდეს. ანუ წიგნის არგსლის გამსჯელობა არ მიდის, ანალიტიკური აზროვნება, არ ვიცი, ესე ჩქარა დაბლა მიდიოდეს, არასოდეს არ ყოფილა მგონი და ნუ გეშინია თუ კაცო, დენისაც ეშინო მეთქი, ანუ დენი შენს მაგივრად არ ფიქრობდა და ხო და ეხა რაღაც არის რაც შენ მაგივრად ფიქრობს და ეგრევე გახლის ძალიან მარტივად ყველა კითხვა ლევ ტოლსტოის ვაინა იმ მირს ერთ წინადადებაში მომიყევიო რომ უთხრა მოგიყვება ციცოცხლე ხო ერთ წინადადებაში ნასწავლი ამბავია და
აი ანალიტიკური აზროვნება დავაბრუნოთ. ხო. მუსიკაში როგორ შემოვიდა? მე არ მეგონა ესე თუ იქნებოდა, მაგრამ ჰიტები არის AI-ის, თავიდან მომდა AI-ის შექმნილი. ხო, ჩემთვის ჯერჯერობით ამას ძრზენია ჩემთვის და განა იმიტომ რომ რაღაც კონკურენცს ვხედავ მასში, უბრალოდ ადამიანს რომ მოწონს აი ესეთი პლასტიკური მუსიკა, მართლა რაღაცნაირად პლასმასის, არ ვიცი. ხო. აი რა ეპოქაში ვარ თუ შევდივარ ჩაკეტილი. მისი რაღაცა სად არის ჩაკეტილი წეღანოლო პროგოდით რომ აუ მაგამდე სანამივა მაგ გეითამდე ეგ სადაც მე იზე იდეების სამყარო იწყება დიდი გზა აქვს რა აი მაგით რო გაიფობს მაგრამ აი არანაირად არ ვაკლებინებ უბრალოდ უცოდინრობის ამბავია ხოლმე რა და იმის პერფექტულობა დაცული ხარ და აი ეს არის რა ჭად და ყველია რა რაღაცნაირად არანაირი სხვა არაფერი მაგრამ გემრიელი რა ეს ხო კარგი ასე გადავიდეთ ბლიც კითხვები რა მაყურებლების მიერ შედგენილი ბლიც კითხვები და ვინ არის ერთი ადამიანი ვისაც უნდა ვიცოდეთ საზოგადოება ვინ შეიძლება ეგეთი გაიხსენო და ასახელო ან უცნობიან აცნობიან ეგეთი ადამიანი არის აი ხლა იმასაც მაგ ადამიანსაც ეხება ჩემი კრიტიკა სიმღერების დადებასთან დაკავშირებით რომ მეტი ის რომ ეს არის ბაჩო ჯიქიძე ეგეთი ადამიანი რომელიც აქამდე რაც დაუწერია და რა პოეზიითაც და როგორც გამოუხატავს თავისი სარკაზმული თავის ფილოსოფიური სათქმელი თავის მუსიკით მე მგონია რომ უფრო მეტი უნდა იცოდეს და მეტი უნდა кайფობდეს და უღრმავდებოდეს რაზეა ეს სიმღერები და ბაჩო ჯიქიძეს ვიტყოდი რა ძმაკაცია და ბავშვი ხო კარგი რა არის პირველი მოგონება რაც გახსოვს პირველი მოგონება არის 90-იანებში ძალიან პატარაობიდან მახსოვს ბევრი რაღაცა რა პირველი მოგონება არის რაღაცა სტუმრად რომ მიდიოდი და კიდევ ხელში ვეჭირდი და ჩემს და ზემოდან რო უყურებდი რაღაცა სახში შევედით და ვის სახში ვიყავით რა თქმა უნდა არ მახსოვს მაგრამ აი ხელში რო ვეჭირე აი ეს და მნიშვნელოვანი და დიდი ხანი დამჭირდა მაგედან ჩამოსასვლელად გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლეს თუ გჯერა და იმდენად მინდა რომ ჯეროდეს რომ მოდი ვიტყვი რომ ჯერა და რა არის ცხოვრების აზრი ცხოვრების აზრი გამოსადეგი ადამიანი რო იყო რა აი გამოადექი რა ხეს გამოადექი რამეს გამოადექი ქვას გამოადექი აი უბრალოდ დამძიმებ დედამიწას რა აი დიდ აზრებზე და იმაზე ეს უკვე იმხელა აზრია რომ გამოსადეგი იყო ნებისმიერი პატარა რაღაცისთვის რომ არ არის საჭირო რა მე მაგაზე ხო დაიბადე და გამოგვადექი რა ყველას თელ სამყაროს რა აი ხა იმაზე რო კითხე მე მინდა რომ იმდენად მინდაო რომ იყოსო რაღაცაო და მაგაზე რამდენად ხშირად ფიქრობ საერთოდ როგორ არის სამყარო მოწყობილი სად რა ხდება და სადა ვართ ეს ხშირად არის შენი საფიქრალი და აი კითხვა გაწუხებს უფრო ახალგაზრდა ვიყო უფრო მეც ვფიქრობდი რაც უფრო დრო გადის უფრო ნიჰილიზმშიც ვარდები ცოტა ამაუებაშიც და შვებებს თუ ვეძებ ხოლმე და მოცემული მომენტიდან სიამოვნების სულიერისა თუ ფიზიკურის მიღებას რა აი რაც უფრო დრო გადის უფრო მაქვს პერიოდები რომ ჩავაჭერ ხოლმე მაგაში მაქვს პერიოდები როდესაც უბრალოდ საქმეზე ვარ ორიენტირებული და აი მანდ ახლა ადამიანის დანიშნულებაზე და ევოლუციაზე და საიტკე მივდივარ იშვიათად ვფიქრობ მაგრამ იყო ძალიან ბევრი დიდი პერიოდი ცხოვრების როცა მხოლოდ და მხოლოდ მაგით ვირთობდი თავს და მაგის ძიებით და ახლა ლიტერატურაც უფრო მხატვრული სხვა წვევები ადრე თუ სამეცნიერო ძალიან მიყვარდა ეხლა მღლის უბრალოდ ეგ და უბრალოდ მინდა ხოლმე რომ საკუთარი მე გადავდო და რა ვიღაცაში შევიდე ან დავისვენო უფრო მედიტაციური ხასიათის რაც იქნება ხოლმე იმიტომ რომ ძალიან ინტენსიური არის ჩემი ტვინი ყოველდღიურობაში ხო ბევრი რაღაცა
მე თვითონ ეგრე ვარ რა, რომ აი ხვდები რომ ბოლომდე მაინც ვერ მიხვდები. ხო. აი ეს მე ვფიქრობ რომ აი სადამდე უნდა იძიოდეთ ხარო, აი მაინც ვერ გახვალ ბოლოში რა, აი შან ხო, მაგრამ აი არ ყოფს რა არის ხო? აი დღეს დუალის ინტერვიუს უყურებდი და აი ხო იციო რა, ვერც აი ამ ხელა ისტორიაში რაღაც ერთი წვეთი არის, შენი მთლიანი ცხოვრება წვეთიც არ არის რაღაცა, რაღაცას სწავლობ, რასაც ვიცი რომ შენ ცხოვრებაში ვერ მიაგნებ მაგაზე პასუხს, მაგრამ აი ეს პატარა სიხარულები, პატარა მიღწევები, პატარა ეს ხო შენთვის დიდი მიღწევა არის, შენ ის პატარა რაც ისტორიაში ჩანს, ხო? ეხლა მე რო მივაგენი მუსიკაში ამას, ეს შეიძლება მუსიკის თვითარფერი არ იყოს, მაგრამ ის ჩემს პატარა ცხოვრებაში ძალიან დიდი რამეა. და აი რა ვიცი, ღირს რა ცხოვრებ, ყველანაირად ღირს ცხოვრებ, იმიტომ რომ შენ არ იცი ცხოვრების გარდა რა არის და რაცა გაქვს ღირს უეჭველი. ეს არის. ცოცხალი ხარ, მე ვარსებობ, აქ ვარ, საქმეც თუ იპოვებ, ხო ძალიან კარგი, თუ გამოადექი იმეს, ხო ძალიან კარგი და აქ ვარ და ეს ვიცით რომ არის და უეჭველი გავიგებთ, იქნება თუ არა მე რა. ხო და რა ღირს რა, ყველანაირად ღირს სიცოცხლე და თუ სიკეთის ფარგლებში იცხოვრე ხო საერთოდ. კარგი. რა არის მომავალი ძალიან ისე კლიპი ან რაღაცა ეგეთი არ იქნება ხარ მოწმობ. ეხლა მთლიანი ალბომის ამბავი არის ყოველ ეხლა შემდეგ მიგრულ სიმღერას ვაკეთებთ. ეხლა მე და ჯეკი სახოკია და სუმინდო და მეგრულად სიმღერას ხუმელი ვარ და მეგრული არ ვიცი, მაგრამ მეგრულად სიმღერა მინდოდა. კონცერტები ბევრი თამადადა ჩვენებურების მინდა რომ ბევრმა გაიგოს, იმიტომ რომ ძალიან დიდი სათქმელი არის, დიდი მესიჯი არის, გამაერთიანებელი, რაც თავარი ყველაზე მეტად რაც ახლა გვჭირდება, გამაერთიანებელი კულტურულ სფეროში, მაინც რომ კულტურიდან იწყება ყოველთვის გაერთიანებაც და დაშლა სხვადასხვის და კულტურულად მინდა რომ რაღაცნაირად სხვადასხვა ადამიანები, სხვადასხვა მხარეს მდგომი, სხვადასხვა ბაბლებში მყოფი, უბრალოდ როგორც იყო თავიდან თამადა, ჩემ კონცერტს ყველანაირი ადამიანი დადიოდა, იგივენად მინდა და მაგას ემსახურება ეს თამადა და ჩვენებურების პროექტი, ხოლო სიკეთით ანგაჟირებული მინდა რომ იყოს და ადამიანები უბრალოდ დააფიქროს რომ საკუთარ როგორ გითხრა არ იფიქრონ რომ მათი აი ესეთი კონტროლი ესეთი მარტივია მოვიდნენ გაერთნონ ვილაპარაკოთ ვიმღეროთ ვიცეკოთ ძალიან ბევრი ერთად იმიტომ რომ აი ეს ენერგია ყოველთვის კარგი რაღაცა მოაქმერე რა ხო როცა ქვეყანა ერთად მღერის ან ცეკვავს ყოველთვის მაგარია ხო და სულ კარგად გვაქვს დაცდილი ეგ შემდეგი ივენთი რა არის სად არის? შემდეგი არის თამადა და ჩვენებურების შემდეგი არის შატოვარციხეში 17 ივლისს. თამადა და ჩვენებურები იმერეთში. ხო. იმერეთში და მე ნუ არდგენი მოდის 24-ში ყველას ურჩევ ჩვენ და ნინო ქათამაძე ვართ 24 ივლისს. შატოვარციხე ქუთაისთან არის 15 წუთი და არდგენი ყველა მიცის სადაც არის. ეთნოგრაფიული. არდგენი 24-ში. 24 ივლისს ხო იქ ჩვენ და ნინო ქათამაძე ვართ 4 დღიანი არის ჩვენ ვართ 24-ში. სხვა ბენდებიც არიან იქ ნიაზიც არის ოხუშულებიც არის რეგიონი და ფრანი თემური კოტიასამიძე ხო აი ხუთაისი არ ვიცი მაგრამ იგივე ცდები რომ არდგენზე მაინც ხო თამადა და ჩვენებურები იმერეთში სხვა რამე იქნება არდგენი კიდევ სხვა რამე იქნება იქ უფრო დასავლურად დასავლურ ქართულად ავიგრეალებთ და არდგენზე უფრო გაერთიანება იქნება ყველა კუთხის. ეგრე ურებ ამ გადმოსახედიდან და ეგრე ვიპარები მაგ სცენას. და მე აგვისტოში ბევრი იქნება ბათუმები იქნება ისინი ყურადღებით იყოს ხალხი. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა მსმენელს რომ იმედია
ნორმალურად. კი, კაც. რა თქმა უნდა. მადლობა მსმენელს, განსაკუთრებით ვინც ბოლომდე დარჩა და გვისმინა, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ და თამადასაც თვალი ადევნეთ. კლიპის ლინკი აღწერაში იქნება და დიდი მადლობა. მადლობა და დროებით ერთი გვეთხოვეთ. რამე სათქმელი ხო არ არის, ხო რაც კიდე. არა. მიყვარხართ. კაი, დავასრულებ. მადლობა დიდი.